სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ეხება ერთ-ერთ კორეელ პასტორს, მის სახელია პოლ იონგი ჩო და მისი წიგნი 4 განზომილება. მე უბრალოდ მინდა პატარა ისიც გავაკეთო კომენტარი, რომ კორეაში მოხდა ძალიან დიდი აფეთქება ქრისტიანული რწმენის. მაგრამ ამავე დროს მოხდა ამ წვენის შეზავება, როგორც ყველგან ხდება ხოლმე, ხო? თავიანთ ძველ წარმართულ შეხედულებებში და ასევე იმ ეკონომიურ ბუმში, რომელსაც ადგილი ჰქონდა კორეაში, იცით, ხომ? დღესაც გრძელდება ეს ბუმი, იაპონია პირველი იყო, რომელსაც აზიის ვეფხვი ეწოდა ხომ და შემდეგ ეს ვეფხვი გახდა კორეა, ეხლა კიდე ეს ჩინეთი არის. და იყო ძალიან დიდი იაპონიისგან განსხვავებით, აქ იყო ძალიან ბევრი ქრისტიანული და მე უშუალოდ შევხვდი ჯონ მაკარტურსაც ყავს ხომ მეგონი სემინარის ეხლა პრეზიდენტად ვინც დაინიშნა ხომ თუ კოლეჯის მე მგონი უფრო სემინარის რომელმაც თარგმნა ეს ახალი ბიბლია ჯონ მაკარტურის რჩევით დახმარებით ის კორეელი უნდა იყოს და კორეელები ძალიან ასე ვთქვათ განათლებული ხალხია ძალიან კაი ქრისტიანები არიან დიდი დიასპორა აქვთ ლოს-ანჯელესშიც კალიფორნიაში მათ და ბუნებრივია იქაც სეულში სამხრეთ კორეაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა არა ჩრდილო კორეაზე ძალიან ბევრი კაი ქრისტიანები მაგრამ ამავე დროს არის მეგა ეკლესიები ამ პიროვნებას აქ 200,000-იანი ეკლესია და აინტერესებს კითხვის დამსვლელს თუ რას ფიქრობს ჯონი ამ პიროვნებაზე და ასევე მის წიგნზე. სალამი ჯონ მოგესალმებით, დაახლოებით 1 წლის წინ ჩემი მეგობარი და ჯონი აწყვეტინებს, რა ქვია თქვენ? მე ვარ სტივი. გამარჯობა სტივ. დაახლოებით 1 წლის წინ ჩემი მეგობარი მოვიდა ჩემთან და ნება მომცა რომ წამეკითხა ეს ერთ-ერთი წიგნი, სახელწოდებით მეოთხე განზომილება. ეს დაწერილი ხო დოქტორ პოლ ჩოს მიერ. ვინ იყო? ჯონ მაკარტუჩო პოლ ვინ? პოლ ჩო, სოფლიოს უდიდესი ეკლესიის მოძღვარი. წიგნის წაკითხვას ძალიან ვღელავდი, ძალიან დაბნეულიც ვიყავი და ჩემი შეკითხვა, გააქვთ ეს წიგნი წაკითხული და რა იცით ამ კაცზე? რა აზრის ახართ მასზე? და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, პოლ იონგი ჩო არის კორეელი პასტორი, სოფლიოს უდიდესი ეკლესიის პასტორი, ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მათ ძალიან ბევრი ხალხი ყავს, თუ ასე ვიმსჯელებთ წევრები, მე მგონი მათ ყავთ 200,000-ზე მეტი წევრი. ეს ყველაფერი არის კორეული ფენომენი. ეს არის მათი კულტურული ფენომენი. ძირითადად მე ვიცი ეს რაც ხდება იქ, მე წავიკითხე ბევრი რამ, რომელიც ამ პიროვნებამ დაწერა. ეს წიგნი არ წამიკითხია და მე ბევრი ვაკვირდები იმ მოვლენებს, რაც კორეაში ხდება. ფაქტობრივად გუშინ დავამთავრე ჩემს მოსასვენებელ სავარჯელში ვიჯექი და ვკითხულობდი წიგნს სახელად ქრისტიანობით ცდუნება. Dave Huntis. წიგნი, რომელიც მანამდე ჰქონდა წაკითხული, როდესაც ის ხელნაწერის სახით იყო. და ის დაახლოებით ორჯერ გრძელი იყო, რაც მერე გამომცემლობამ გამოცა და რედაქტორებმა შეუმცირეს მას. ის ძალიან ფრთხილად ექცევა და უდგება ქრისტიანულ სცენაზე ყოფ ადამიანებს. და ძალიან დაკვირვებით. იმას თუ რა გზით ატყუებენ ისინი ადამიანებს. ისეთი ადამიანები როგორც არის კენეთ ჰეგინი, კენეთ კოპელენდი, ფრედერიკ პრაისი, რობერტ შულერი, პოლ იონგი ჩო, აქ შედის ზუსტად პოლ იონგი ჩოც. და კენეთ კოპელენდზე ადრეც გითხარით და ახლაც გამიმეორებ მე, როცა მეც არ ვიცოდი, ინგლისური ახალი მასწავლი მქონდა, ქრისტიანობაში ახალფეხადგმული ვიყავი, მახსოვს კანადაში რო ჩამოვედი, ავსტრალიისგან განსხვავებით აქ ბევრი ტელევიზია, როგორც ამერიკაში, იყო ქრისტიანული ტელევიზიები, სადაც გადმოცემდნენ ქრისტეს ქადაგებდნენ. და ეს პიროვნებაც კენეთ კოპელენდი ქრისტეს გაუთავებლად ქადაგებდა და მე მოხიბლული ვიყავი, როგორც ჩემი მეგობარი, მაგალითად ჯოის მაიერს უსმენდა ქალბატონი და მოხიბლული იყო. თუ არ ვიცოდით ჩვენ, გესმით რა იყო სწორი დოქტრინა. სანამდე გავიცნობდი ჯონ მაკარტურს, ასე ვთქვათ, ვერნონ მაგის და ასე. ასე რომ ეს დაბნეულობა არის და როცა გაიცნობ, რომ მიხვდები რა არის სწორი, მე გაარჩევ და მიხვდები. ჯონ მაკარტური აგზელებს. ჩო, ეს პოლ ჩო გამოვიდა ესე ვთქვათ ქრისტიანულ სცენარზე, არენაზე, როგორც ევანგელისტი. ყოველ შემთხვევაში ესე ამბობს. და ის აიგივებს თავს ევანგელისტებთან. ძალიან სხვათა შორის. მაგრამ თუ დაიწყოთ ღრმად ჩახედვას მის თეოლოგიაში და მის შეხედულებებში, მიხვდებით, რომ ეს ძალიან სინკრეტული არის. ეს არის ეკლექტიკური, ეს არის ყველა სახის რაღაცა
იდეების კრებული. ის ამავე დროს კაცრად 50-იან ქარიზმატია. სხვათა შორის მას მოსწონს ჯადოქრობის, თეთრი მაგიის, ამას ამბობს ეს ჰანტი წიგნი, ოკულტიზმის, ასევე გაჟღენთილია თავიანთი კორეული ძველი ტრადიციული წინაპრების თაყვანისცემით და ზოგიერთი ძველი რელიგიით. ეს წინაპრების თაყვანისცემა ჩინელებსაც ძალიან ძლიერი აქვს, რომ იცოდეთ. მაგალითად, მათ აქვთ ეს ადგილი სახელად ლოცვისთა, სადაც ადამიანები საათობით დადიან და ლოცულობენ. ალბათ ზოგიერთი გულუბრყვილო ადამიანი იყო და მე რა განა არ არის შვენიერი რომ ისინი ლოცულობენ? მაგრამ თუ თქვენ იქ წახვალთ და ინახავთ რომ ისინი აკეთებენ ამგვარ ამეს, ერთი და იგივეს იმეორებენ, მანტრებს იმეორებენ ამ ლოცვის. და ქრისტიანობაში ეს არ არის, ხომ? ზოგიერთ შეიძლება კათოლიკეებს აქვთ გამეორებები და მართლმადიდებლებს, მაგრამ ეს არ არის სწორი. ესე გაუთავებლად საათობრივად ამ ლოცვების გამეორებები. ეს აღმოსავლური წარმართული რელიგიების ფენომენია. ასე რომ ეს მისი თეოლოგია არის ძალიან ბევრი რამის ჰიბრიდი. ძნელია მასზე თითის დადება, იმიტომ რომ არის მომენტები, როდესაც ის სახარებას ისე გადმოცემს, როგორც ჩვენ ვიცით და ჩვენ ვაკეთებთ ამას. მაგრამ ის ამავე დროს სავსეა ჯანმრთელობის, სიმდიდრის, კეთილდღეობის, რა ვიცი, გამაჯანსაღებელი სახის რაღაცა დაპირებებით. და ეს არის ერთგვარი თეთრი მაგიის მიდგომა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თუ ყველას სწორ ხრიქს თქვენ კარგად გააკეთებთ და ყოველაც სიტყვებს დაალაგებთ და თითქმის ეს მანტრას აგავს, ხომ? სადაც უბრალოდ ასახელებთ თქვენ საკუთარ სახელს და მერე ამას ჭეშმარიტად იმეორებთ უსასრულოდ. და თქვენ აგრძელებთ ამას და ამტკიცებთ, სანამდე ეს არ მოხდება. თვით დარწმუნება, რომ თქვენ გამოჯანმრთელდებით, თქვენ გამდიდრდებით, თქვენ კარგად იქნებით, თქვენ ხიარული იქნებით, თქვენ არ შეგეშინდებათ. ასე რომ მე არ მჯერა, რომ ჩო ეს არის საფუძვლიანი ბიბლიური ევანგელისტი. მე ფიქრობ, რომ ის არის სინკრეტული ეკლექტიკოსი, რომელმაც მოაგროვა ეს უამრავი განსხვავებული იდეები და მას აქვს ძალიან მაღალი მიმზიდველობა თავის ერში. რადგან ბევრი რამ, რასაც ეს ხალხი ეძებს და განიცდის საკუთარ კულტურაში, ხელმისაწვდომია ამ მისი რელიგიის მეშვეობით. იმიტომ რომ აქ არსებობს ჯანმრთელობის, სიმდიდრის, ბედნიერების დაპირება, რაც ყოველთვის გარკვეულად იყო წარმატების ბილეთი. მაგრამ არ მინდა უარყო, რომ ამ ყველაფრის შუაში ასევე სახარებასაც ქადაგებს ხოლმე. და ეს ეჯგვარეშია, რომ გავლენას ახდენს სახარება ადამიანებზე და მას აქვს დიდი ეფექტი. მაგრამ ეს არის ის მერე, რაც ართულებს ამ პიროვნების სწორ შეფასებას. დიახ, ჯონ, როცა წიგნი წავიკითხე, ამბობს სტივი, მეც ძალიან ავღელდი და ძალიან დავიბენი. და ჯონი პასუხობს, წიგნის სახელი თქვით მეოთხე განზომილება? დიახ, ჩემი აღწერის გადმოცემის მიღმა დამიჯერეთ ჯონ თუ წაიკითხავთ. დიახ, მე მსურს წავიკითხო და მინდა რომ ნათლად მეც თვითონ გავერკვე. შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ასლი? აუცილებლად მოხარული ვიქნები. მადლობთ, კარგი კითხვისათვის, დაველოდები თქვენს საჩუქარს.